მოვაკითხე. ამერიკული საავადმყოფოა. ელოდები იქთანს რომ ჩამოვიდეს და წავიყვანა და ნიკოს გადახოვები გავუკეთეთ. ასე გიჟივით, როგორც ხარ სახში გავარდი, გამოვერდი. პარკი არ მქონდა, მე ნახეთ როგორი უკანა სავარძელი მაქვს. პარკი არ მქონდა და უკან დავყარე რაც შევიძინე. იმედი აქ არავინ დამამხობს ახლა თავზე. თქვენ რომ გაიგოთ ვინმე ხმარება ნიკას ფეხის შეხვედრებში. თქვენ რომ გიცოდეთ, თავი გეგონებათ სერიალში, მაგრამ ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ვერ ვიტყვი. ხო, ბოლო გადახვევა მოხსნამდე თაბაშირის ნაკერები მოიხსნა. 2 დღის წინ მყავდა. ეს მიშიკო ძალიან მაღაზია, მსჯელმალი არ მომწონს, ძალიან არატრენდულია. მიშიკო მირჩევნია. თუ გამობრაზებს მიშას დავუძახებ. მოსაწევ ადგილს უყურებ, ახლა და რაღაცა ემოციები წამოიღო. აქ რო ვიდექი და ვერ გებულობდი რა ხდებოდა და რა უნდა მექნა საშინელება. და ყველაზე ესეთი ემოცია რაც არის, მე ამ ქუჩაზე ვცხოვრობდი. დასასთან ერთად ერთი სახლის უკან. ქირით ხალხო, თქვენ წარმოგიდგენთ, მე ქირით ბევრჯერ მაქვს ნაცხოვრები. და პატარა დორას აზრები ახსენდება, ახლა და დაუმბრაზო. რაღაცა კომენტარები წავიკითხე მე თქვენი და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასე მეხმაურებით, ასეთ ემოციებს მაწვდით და რაღაც მაბედნიერებთ. კარაკუმი თუ ყარაყუმი თუ რაღაცა მომინდა. არ ვიცი რატო გადავწყვეტე ცოტა ხასიათი რომ გამოვისწორო თუ თავისით გამომიწორდა, ვერ გეტყვით. მოვზილე და დავაცხოთ. წავედი ახლა გამოიცვლისე, ჩამოვა ბრილიანტის მწვანე მჭირდებოდა. შევიძინე და მზად ვარ იმისთვის, რომ გადავახუროთ ფეხი. დროებით გაგრძელება იქნება, რა თქმა უნდა. მაგას შემეკითხებით, ახლა აქ როგორ ვტოვებო. ასეო რა არ ვიციო ვინ მიყავთო და ვინ ახвебსო. გაგრძელება იქნება. დილამ შვიდობის. დავიწყოთ სახლის დალაგება, ნაგვის გატანით და იმედია არავინ დამინახავს ქუჩაში. გაუსკრება გული და მაღაზიაშიც უნდა შევიდე. ერთი პატარა უბნის მაღაზია გვაქვს, ყველაფერს ვუმატებენ, ძალიან ბევრ რამეს, მაგრამ მაინც უნდა შევიდე. ასეთი. ნახეთ ჩემთან ააშენეს კოლის. სავარაუდოდ. ყველაფერს ნელა აიღებენ. ის ახალი მანქანა მაჩუქეს, ანუ მანქანას არ მაყენებინებს არავინ. ხო და ძალიან კარგი იქნება. მარტო სახე მეწვება. მე ხარ ვიცი რამდენი დაღიქოს კამერა, თორე მე ზამთარში ასე ცოტა მცვენია ხოლმე. გია ხალხი გიჟევით მეყურებს. ზაფხული არის ჩემთვის ტანჯვა. ჩემი ეზოისაც არ გიყვართ. დავალაგე იმ დღეს ხალხო, გავხეხე. სუდომისტოსით ვხეხე. ბევრი ინდოელი კურიერი ცხოვრობს ზემოთ. რომლებიც ესე ტოვებენ თავის ბარგი ბარხანას. ჩემი სარიცხი ფრიალებს. ბანაობა ადამიანს ასე უხდებოდეს, არ ვიცი, მე ვარ. პირს და თავს რომ დავიბან, სველი თავი მაქვს, მაგრამ გაშრება. ძალიან მელამაზება ხოლმე და ამიტომ ყინავს, თოვლია, ქარია, სიცივეა. მე გაგიზიაროთ ერთ პროდუქტი, თუ არ იცით, მეც ძალიან დიდ ხანს ვაკვირდებოდი ამ პროდუქტს, იმიტომ რომ
კანი დაიტენიანო ის გინდა სახის, გინდა ეხა ავენის სახის საცხი მაქვს, რომელიც სასტიკად არ მომწონს და ერთი სული მაქვს, როდის გათავდება და ველოდები საცხს, რომელსაც გაგიზიარებთ და ჩემი ყველაფერი ინდივიდუალურია, ჩემი აღმოჩენაა. ეს არის ჩვეულებრივი ვაზელინი, ცოტა ქოქოსით, ზეთით, კარაქით და შიასი, ასე აწერია, 48 საათი დატენიანებაა და პირველი ტანის დამატენიანებელია, რომელმაც მართლა 48 საათი გამიწვია, იმიტომ რომ ზამთარია თუ ზაფხულია, მაქვს ძალიან ალერგიული კანი, ნებისმიერ რამეზე რეაგირებს, სტრესზე, ნერვიულობაზე, სიცხეზე და ეს გამოიხატება იმით, რომ მეწყება ქავილი, ამ ქავილით მე ვიჩენ იარებს, ну მოკლედ გამკვლეული ვარ, კარგა, კაათვა. ძალიან ნაზი კანი მაქვს. მე თვითონც ნაზი ვარ. ხო, კანი ნაზი მაქვს. მაგრამ შეხორცების მხრივ იდეალური მაქვს. თუ რაიმე ჭრილობა მაქვს, ან რაიმე გამისკდა, გამეხან, რატო შემოგივარდებით ხოლმე? ძალიან კარგად მიხორცდება, მაგრამ სიმშრალე მკლავს. აი ახლა მაგალითად ნიკას ოპერაციის შემდეგ დამეწყო ასეთი გამონაყარი. ნახეთ ახლა არ ვიცი რამდენი დაგვაქვს ეს მიქავება ტრიდერმი, დერმ აქაც და ნებისმიერ სტრესზე არ არსებობს რამეზე ვინერვიულო, რომ სადმე რამე ესეთი არ დამემართოს, გამორიცხულია, პირდაპირ კავშირშია ჩემი კანი, ჩემს ნერვულ სისტემაზე ტყვის ზემოთ მაქვს ამოყრილი სუფლელებს, ესე გვაქვს. ხო და მოკლედ არ ღერს ძვირი, იაფე ღერს და აქამდე აქაც შეგიძლიათ ძალიან კარგია. ანუ ორი კვირა ავიყიდე, არც კი ნიკას რო ოპერაცია გავუკეთეთ იქ აფთიაქში რაღაცები რო ავიღე, ესეც გამოყოლე და სადღაც ასე ვარ. სულ ოცნებობდი რომ მქონოდა, ოცნებაში რომ ხედავთ და წავიდეთ ახლა იტალიაში, დავლიათ იტალია ყავა. ამაც კარგი გვაქვს, ოღონდ ვერ დამიფარებია, დედაკაცო რა მოგვსვლია. ლავაცა. მოვიტუხტოხოთ. მივერეცხე, მივალაგე, მოლავაგე, სარეცხს ვერეცხავ, ჩვეულებრივი ქალური ამბავი. არაფერი დამღლელი, ეს თუ არ აკეთე ხა. აბა, სხვანაირად როგორ არის. ასე. არ ვახშობ ხოლმე. იმიტომ ძალიან ბევრი მანიებში თუ არის და რაიმე იმაში ჩემო პიცოლა. მაჩუკა. ახლა ჩამოგწანდა მილანიდან. ჯერისებ მილანის სუნიასტის. დავდგეთ დაბალ ცეცხლზე. შიშით ვერ ვჭამ. დიდად არც მიყვარს რომ გითხრათ რომ დილით რაიმეს ჭამა მიყვარს, მოგატყუებთ. არ ვიღებ, იმიტომ რომ მე ბევრი რამე არ ვღრეც, ხო? იმდენ მოეწონა დავიდს. ძალიან გავნერვიულდი, რატომ ორი არ გამოვაცხეთ, ხო? იქ მაქვს გოგრები. ეხლა გავაკეთებ გოგრას კრახმალით. კრახმალია, კარტოფილის, როგორ ქვია? არა. სიმინდის სახამებელი. კარტოფილის ფქვილითაც იგივე ეფექტს გამომდის ხოლმე. დავამუშავებ გოგრას და ესე შევინახავ ამ ნამცხრისთვის და იქნება. ხო და გუშინ მივათხლი 14 ლარიანი კარაქი და ეხლა ცოტა იაფიანზე გადავალ, არაფერი არ უჭერს. დღეს ერთ სხვა რამეზე უნდა მელაპარაკა. მაგრამ აქ ჩავსო, ვიღაც მიერკავს. ბატონო. კარგად ფიქრია, შენ როგორ ხარ? ჯერ არ გათენებულა, მამას არ უყოლია, ყავა მაინც დამალავინეთ, თქვენ ვხრებ. ეს ქალბატონი არის, ქალბატონი, რომელიც დიდი ხნის ჩემი ნაცნობია. არის
აუდიტორი და ძალიან მეხმარება ხოლმე საქმეების აღებაში, დასრულებაში, ჩაბარებაში და ასე შემდეგ და რამოდენიმე სამსახური მისი რეკომენდაციით მაქვს და ეხაც მორიგი ასეთი ჩახლართული ამბავი იყო. გავიკეთოთ ყავა, როგორ მიყვარს. საერთოდ სხვა თემას ვაპირებდი, სხვა რამე მინდოდა, სხვა რაცხა, საცხა. მაგრამ დილას თვალიანი მქონდა გახელილი. მაიცადეთ დავიწყნა რომ აურა ჩაყოლუწო ერთი ყლუპი. ესე. გიშდები ყავაზე და ჩემშვილებზე. გავხილე თვალები და ამოაგდო YouTube-მა ეს ჩვენ უკვე გავეცი პასუხი ამას რაღა უნდა მე მინდა თუ მინდა ეს ქვია ამას ხალხო ანუ აი ძალიან კარგად ჩანს ის მობეზრებული ემოცია აქ არსებულ სიტუაციაზე, მაგრამ იქნება და მე კაი ვარ. აბა მამისმინე 1-5 წუთი დაჯექი შვილო და მაისმინე რას ვამბობ. ყოველთვის აზრი გამომაქვს ხოლმე, რომ დიდ ვიდეოებს იმიტომ არასდროს არ ვიღებ, თორე არც ლაქ-ლაქი მეზარება და არც საჭმლის კეთება ერთმა ქალმა ხომ მითხრა რომ შენ შეეთრიო კუხნა. ხო და შევეთრიე კუხნაში და გიჯერეთ. ხო და კარგი კითხვა ამას რაღა უდაო. მე მინდა რომ ყველა იყოთ კარგად. ყველა იყოთ ძალიან ბედნიერები. ჯანმრთელები. გახარებულები. და მეც იგივე მინდა რა თქმა უნდა. ძალიან კარგი დღეს გისურვებთ. ნუ მიახტებით ახლა. აი რაც შეეხება ტვინის მაგაზე ბოდიშს ვიხდი. რა გავაკეთო. ხანდახან ასე მოსტვინ მაგისთვის არის შექმნილი, რომ ასე ვუქნათ. სხვათა შორის თავიდან ელდამეცა, მაგრამ ჩემ პასუხზე ძალიან კარგი რეაქცია ჰქონდა და მე სიამოვნო. ხო, ვაცადოთ ერთმანეთს, თუ მისმენ, მამისმინე, თუ არ მისმენ და გაიარე და ეგ შეიტვინს თან წააყოლა შვილო. გენაცვალოს დეიდა, ბებია რა ვიცი, იმას აქში ვარ, ხა ვეღარ გაიგებ შენთვის დეიდა ვარ თუ ბებია ვარ. ой, მე მთავარი დამავიწყდა თქვენთვის მეჩვენებინა. ნახეთ ხალხო. როგორი ახალი ჭაღი მაქვს. ეს ცოტა შესაპაჩინკებელი მაქვს ახლა. ასეთი ლამაზი ჭაღი მაქვს და აქ აი ამ ბავშვის სურათი მაქვს. იმიტომ რომ სადაც მეორე ჭაღი იყო, ვეღარ მოხერხდა. ხო და ოპერის შეგრძნება მაქვს. ამ ჩემთან გრეულ სახლს ეს ოპერის ჭაღი. ძალიან შვენის ხასიათს, ანუ რომ ვინ გაწმენდავს არ ვიცი. ვინც მაჩუქა შარშან ახალ წელს კი მითხრა რომ დასვრივ ახალს გაჩუქებო. ხო და წავედი ახლა მე. რა მინდა გითხარით, მე ის რეკლამაც მიყვარდა, რას წამოგიწაკით. უკვე წამოწოლის დრო მგდები ღალი. დიდი სახლი მინდაო. ბევრი თეთრი ტუალეტის ქაღალდი მინდა გახსოვთ ეგ რეკლამა? ყველას რაღაცა უნდა. მე ამ შემთხვევაში ჩემთვის ეს თერაპიებია. ძალიან კარგი, საკუთარ თავთან ლაპარაკი, ანუ რაღაცებს ვამბობ და თან რაღაცებს ვფიქრობ. რასაკავხარ. დღეს მინდა რომ გავაკეთო ყველის და ხაჭოს ხინკალი და ალბათ მაგით დაუბრუნდები. ომეგა მაქვს საყიდელი, ქვემოთ ვარ ჩასათრევი. ხო რა ეგ არის. ბედნიერ დილას დღეს კარგ პარასკევს გისურვებთ.